მოგესალმებით, მე ვარ მერკიუ და ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ ელექტრომონობორბლის შესახებ, რომელიც არის ინდივიდუალური გადაადგილების საშუალებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი, მოქნილი, კომპაქტური და ერთი მოსმენით ამდენადაც უცნაურია უნდა იყოს უსაფრთხო გადაადგილების საშუალება. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დასვით თქვენი შეკითხვები კომენტარების სექციაში. მეგობარო, ეს რა მოწყობილობაა? შეგიძლიათ ჩემ ვიდეოს უყურო მონორბლის შესახებ, მაგრამ ზოგადად ეს იმდენად ფართომასშტაბიანი ინფორმაციაა, რომ არც კი ვიცი საიდან დავიწყო. მიდი თავიდან დაიწყე. თავიდან თუ გაინტერესებს, მაშინ გეტყვი, რომ ბორბლის პირველ პროტოტიპებზე მუშაობა დაიწყო მრავალი საუკუნის წინ, ჯერ კიდევ ნეანდერტალელების ეპოქაში. მოიცა, ეგრე თავიდანაც არ გინდა. ახლანდელი მაინტერესებს. აჰა, კარგი, რაც შეეხება თანამედროვე ელექტრობორბალს. ამ ტრანსპორტს მარტივად შეუძლია განავითაროს ზოგიერთისთვის წარმოუდგენლად მაღალი სიჩქარე, უპრობლემოდ გადალახოს ურთულესი რელიეფის მქონე ზედაპირები და აგრეთვე ჩვენი საქართველოს მსგავს თაგორიან ქვეყანაში ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაძლიოს ნებისმიერი სირთულის აღმართებით და დაბრკოლებებით. აუცილებელია იმ ფაქტის ხაზგასმა, რომ მონობორბალი არის არა სათამაშო, არამედ სერიოზული ტრანსპორტი, რომელიც გახრავთ ტრასის სრულფასოვანი წევრი, რომლის კომპაქტური ზომები და საოცრად ძლიერი ძრავი გვაძლევს იმ საშუალებას, რომ ყოველგვარი შეფერხების გარეშე გავიაროთ თბილისის აუტანელი საცობები. იმისთან მიუხედავად, რომ საქართველოს კანონი არ მოითხოვს მონობორბლისთვის მართვის მოწმობას, თქვენი უსაფრთხოებისთვის მაინც საჭიროა იცოდეთ წესები და აგრეთვე მუდამ ატაროთ დამცავი ეკიპირება. სამწუხაროდ, ჩვენი პატარა გაბარიტები ხელს არ უწყობს ჩვენს ხილვადობას. რის გამო თქვენ თბილისში არაერთხელ დაინახავთ ბორბლის რაიდერებს სხვადასხვა ტიპის LED განათებებით. მსგავსი ტიპის განათებები არის საკმაოდ ეფექტური რაიდერის უსაფრთხოებისთვის და ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი ვიზუალურადაც ძალიან ლამაზად გამოიყურება. ეს გვაძლევს იმ საშუალებას, რომ ვიმოძრაოთ დღისა თუ ღამის ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ ადგილას. ესე როგორ უნდა იაროს, ბალანსზე ფიქრი, ისეთი საშიში და დამღლელი იქნება, რომ რა ვიცი. არსებობს სრულად მცდარი და არასწორი მოსაზრება, რომ ბორბლის მართვა არის ძნელი. თითქოს რაიდერს უწევს რთული და დამღლელი ბალანსის პროცესის შენარჩუნება და ასე მრავალი კილომეტრის მანძილზე ამ ყველაფრის გაძლება და ატანა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს. საბედნიეროდ, ფიზიკის ყველანაირი კანონი ჩვენს მხარეს არის. მონობორბლის ხარისხიანი ამორტიზატორისა და საკმაოდ დიდი რადიუსის მქონე საბურავის დამსახურებით, ბორბლის რაიდერს არასდროს არ აფერხებს გზაზე მყოფი ორმოები, ბზარები ან ნებისმიერი სხვა ტიპის ტრასის დაზიანებები. რაც უფრო ჩქარად ბრუნავს ბორბალი, მით უფრო მეტად იზრდება გიროსკოპიული ეფექტი, რაც აძლევს ბორბალს იმის საშუალებას, რომ ავტომატურად შეინარჩუნოს ბალანსი. შეგიძლიათ ჩაატაროთ ასეთი მარტივი ექსპერიმენტი. აიღეთ საბურავი და ინერციის საშუალებით გააგორეთ იგი. გიროსკოპიული ეფექტის საშუალებით იგი ავტომატურად გააგრძელებს ბალანსირებას. მაგრამ ოდესაც სიჩქარე მოიკლებს და გიროსკოპიული ეფექტი შემცირდება, ბორბალი შესაბამისად წაიქცევა, რადგან იგი დაკარგავს ბალანსს. სრულად ანალოგიური ფიზიკის კანონი მოქმედებს ელექტრომონობორბალზეც, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიმოძრაოთ სრულად უსაფრთხოდ, მაქსიმალურად მაღალი სიჩქარით და ზემოთხსენებული ხარისხიანი ამორტიზატორისა და დიდი ზომის საბურავის დამსახურებით არ გვეშინოდეს არანაირი დაბრკოლების. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაბალი სიჩქარით მოძრაობა არის ან რთული, ან სახიფათო. ბორბლის მართვის უნარით ჩამოყალიბება სჭირდება პრაქტიკა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ტრანსპორტს. ამისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ მინიმუმ რამოდენიმე წუთი ან მაქსიმუმ რამოდენიმე დღე, რის შემდეგაც თქვენი სხეული გამოიმუშავებს ბორბლის მართვის ავტომატიზირებულ უნარებს. საბოლოო ჯამში თქვენ შეძლებს იმოძრაოთ როგორც ნელა, ასევე ჩქარა, რისთვისაც არ დაგჭირდებათ არანაირი ძალისხმევა. ახლა უკვე როდესაც ვიცით, რომ ეს ტრანსპორტი არის საოცრად სწრაფი, მოქნილი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალება, დრო ავისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა კატეგორიის მონობორბლები არსებობს, სადაც შეიძლება მისი მოპოვება, განმავლობით შეძენა ან გამოწერა და რა თანხის დიაპაზონში მერყეობს მათი საფასური. დავიწყებ იქედან, რომ არსებობს არაერთი კომპანია, რომლებიც უშვებენ სხვადასხვა კატეგორიის მონობორბლებს, რომლებიც თეორიულად შეგვიძლია დავყოთ 4 კლასიფიკაციად: დამწყებითის, ქალაქის, უგზოობის და სპორტული. ჩამოთვლილი ელექტრობორბლების შეძენა შესაძლებელია კომპანია InMotion Georgia-ს მეშვეობით და აგრეთვე მაღაზიაში e-scooters Georgia.g. შესაბამისი ბმულები მითითებულია ვიდეოს აღწერაში. არსებობს პატარა, მსუბუქი და იაფიანი ბორბლები, რომლებიც ძირითადად გათვლილია ბავშვებისთვის, დამწყებითი რაიდერებისთვის, ან მათთვის, ვისაც უბრალოდ არ ჩქარება და სურს ქალაქის მასშტაბით მცირე ან საშუალო მანძილებზე გადაადგილება, მინიმუმ 10 კილომეტრიდან მაქსიმუმ 30 კილომეტრის დიაპაზონში. აგრეთვე არსებობს ქალაქის კატეგორიის ბორბლები, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ განავითაროთ ქალაქში დაშვებული 60 კმ/სთ სიჩქარე, ერთი დამუხტვით დაფარონ 50-დან 100 კმ-მდე მანძილი, გამოირჩევიან ადეკვატური წონით და საკმაოდ მანევრირებადი მართვის სტილით.
თავი დააღწიოთ ქალაქის ქაოსურ ყოველდღიურობას, ამ მიზნისთვის განკუთვნილია მაღალი გამოვლობის ეგრეთ წოდებული ენდუროს ტიპის მონოპორბალი, რომლის კომფორტული ამორტიზატორი და საოცარ ძლიერი აქსელერაციის მეშვეობით მოახერხებთ გადალახოთ ნებისმიერი სირთულის დაბრკოლებები და მიიღოთ ექსტრემალური თავგადასავლების სრული სპექტრი. აგრეთვე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ამ კატეგორიის ბორბალი გამოირჩევა მაღალი დონის ფიზიკური მდგრადობით და გამძლეობით, რის შემდეგაც ტრანსპორტის უგზობაზე წაქცევის შემთხვევაში დაზიანების შანსი მინიმალური. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ბევრისთვის მომხიბვლელი კატეგორია არის სპორტული კლასის ეგრეთ წოდებული პერფორმანს ბორბლები. Check this out. რაიდერების მხრიდან ამ კატეგორიის მიმართ განსაკუთრებული სიმპათია განაპირობა უპრეცედენტოდ მაღალმა სიჩქარემ, რაც ზოგიერთ შემთხვევაში აღწევს 150 კმ/სთ. აგრეთვე მაქსიმალურად დიდი მოცულობის ელემენტმა, რაც შესაძლებელს ხდის ერთი დამოხტვით რამოდენიმე ასეული კილომეტრის დაფარვას. კომპანიების პერსპექტივიდან სპორტული პერფორმანს ბორბლები წარმოდგენილია ფლაგმანის სახით, რომლებშიც გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიური მიღწევები და ანალოგური დონის მასალები. სპეციალურადაც რომ ვცადოთ მაღალი კლასის პერფორმანს ბორბლის დაზიანება, იგი მაინც განაგრძობს ჩვეულებრივ ფუნქციონირებას და დაეტყობა მხოლოდ ვიზუალური ნაკაწრები. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მონოპორბლის კატეგორიებად დაყოფა და ერთმანეთისგან განცალკევება არის სუბიექტური მოსაზრება და ხშირ შემთხვევაში მცდარი მიდგომა. რადგან ბორბლის მართვის სტილი დამოკიდებულია რაიდერის უნარზე და სავსებით შესაძლებელია ეგრეთ წოდებული ქალაქის ბორბლით მარტივად გადაადგილდე ოფროადის ტიპის გზაზე, ისევე როგორც ოფროადის ბორბლებით, ისე ამონოთ ქალაქის ტრასებით და გადალახო ურბანული დაბრკოლებები. რაც შეეხება მონოპორბლის ფასებს, მცირე ზომის პატარა მოდელებში ნაკლები მოცულობის ელემენტებისა და ბიუჯეტური მასალის გამოყენების გამო ფასი მერყეობს $300-დან $500 დიაპაზონში, მაშინ როდესაც შედარებით უფრო მაღალი მონაცემების მქონე ქალაქის ბორბლების შეძენა შესაძლებელია $1000-დან $2000 ფარგლებში. იქედან გამომდინარე, რომ ოფროად ბორბლებისა და სპორტული პერფორმანს ბორბლებში გამოყენებულია საგრძნობლად მაღალი ხარისხის მასალა და ტექნოლოგიები, მათი ფასი შესაბამისად არის $2000-დან $4000-მდე. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტური ბორბალი დაგიჯდება $300, ხოლო მაქსიმალური კომპლექტაციის ყველაზე ხარისხიანი ბორბალი $4000. და $4000 ამ ფასად მანქანასვიქი. სრულიად მოსალოდნელია, რომ ზოგიერთი არც თუ ისე საღად მოაზროვნე ამორალური იმბეცილთვის ამ ფასად მანქანის ყიდვა არის შესაძლებელი, რაც სრულიად არასწორი მიდგომაა, შეადარო უმაღლესი ხარისხის მქონე ტექნოლოგიური შედევრი და რომელიღაცა ქვეყნიდან პატრონის მიერ გადაგდებული და აქ ჩამოტანილი ნაავარიები გასარემონტებული რკინის გროვა, რაც საჭიროებს ძვირად ღირებულ სერვისს, ტექნათვალიერებას, არაადეკვატურად გაძვირებულ საწავს, ნერვებისა და დროის დაკარგვას პარკინგის ადგილის ძიებაში, უამრავი უაზროდ გაზრდილი ჯარიმის გადახდას, საძოვებში ნახევარ ცხოვრების დაკარგვას და კიდევ უამრავ გაუთვლისწინებელ ხარჯებს. საბედნიეროდ, ბორბლის შეძენის შემდეგ ყველა ეს ზემოთხსენებული პრობლემა წარსულს ბარდება, რადგან იგი არ საჭიროებს არანაირ სერვისს და თქვენი ბიუჯეტიდან ტრანსპორტის შესანახი თანხები აღარასდროს დაიხარჯება, ისევე როგორც თქვენი ნერვები და შინაგანი სიმშვიდე. ამ სასიამოვნო პლუსების გარდა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ბორბლის რაიდერი ექცევა სისტემატიურ ყურადღების ცენტრში და ხშირად ვაფიქსირებთ აღატაცებულ პატარებსა და გაოგნებულ დიდებში მრავალფეროვან პოზიტიურ ემოციებს. თუმცა, ზოგჯერ გამაღიზიანებელია ზოგიერთი უვიცი მარგინალური აღნაგობის ბიომასებისგან პირადი სივრცის დარღვევა, რაც საბედნიეროდ არც თუ ისე ხშირად ხდება. იმედი მაქვს, ეს ვიდეო თქვენთვის არა მხოლოდ ინფორმაციული, არამედ საინტერესო და სახელმწიფო აღმოჩნდა. თუ მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ ახლის გამოწერა, კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი აზრები, კითხვები და იდეები მომავალი ვიდეოებისთვის. კიდევ არაერთი საინტერესო შეხვედრა გველოდება. თითქოს მოერია.